ღირსი სილუან ათონელი სულიერი ბრძოლისათვის. ყველა ვინც უფალი იესო ქრისტეს შეუდგა, სულიერ ბრძოლაშია ჩაბმული. ეს ბრძოლა წმინდანებმა სული წმინდის მადლისგან მიღებული გამოცდილებით ისწავლეს. სული წმინდა განსწავლიდა და ჩააგონებდა მათ, იგი აძლევდა მტრების დაძლევის ძალას. სული წმინდის გარეშე კი სულს არ ძალუց ამ ბრძოლის დაწყებაც კი, იმიტომ რომ არ იცის და ვერ ხვდება სად არიან და ვინ არიან მისი მტრები. ნეტარები ვართ ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, რადგან ღვთის წყალობის ქვეშ ვცხოვრობთ. ჩვენთვის ადვილია ბრძოლა, შეგვიბრალა უფალმა და მოგცა სული წმინდა, რომელიც ჩვენს ეკლესიაში ცხოვრობს. მხოლოდ ის გვაწუხებს, რომ ყველა ადამიანმა არ იცის ღმერთი და ჩვენდამი მისი დიდი სიყვარული. ეს სიყვარული გაისმის მლოცველის სულში და სული ღვთისა უმოწმებს მას ცხონებას. ჩვენი ბრძოლა ყოველდღიური და მუდმივია. თუ ძმას აყვედრე, განიკითხე ან აწყენინე, დაკარგულია შენი მშვიდობა. თუ ძმაზე ამაღლდი, ან მასზე უკეთესად შერაცხე თავი, დაკარგე მადლი. თუ სიძვის აზრი მოვიდა და მაშინვე არ განაგდე იგი, შენი სული დაკარგავს ღვთის სიყვარულს და ლოცვის დროს კადნიერებას. თუ ძალაუფლება ან ფული გიყვარს, ღვთის სიყვარულს ვერასოდეს შეიცნობ. თუ საკუთარ ნებას მისდევ, მაშ მტერს უჯობნია შენთვის და სულს მოწყინება შეიპყრობს. თუ ძმა შეიძულე, ესე იგი ღმერთს განდგომი ხარ და ბოროტი სული გყავს დაუფლებული. ხოლო თუ ძმას სიკეთეს გაუკეთებ, სინდისი მშვიდად გექნება. თუ საკუთარ ნებას მოიკვეთ, ეშმაკებს განაგდებ და სულის მშვიდობას მოიპოვებ. თუ ძმას წყენას მიუტევებ და მტრები გიყვარს, ცოდვათა შენდობას მიიღებ, უფალი მოგცემ სული წმინდის სიყვარულის შეცნობას. ხოლო თუ სრულიად დამდაბლდები, სრულ განსვენებას მოიხვეჭ ღვთისა მიერ. როცა სული მდაბალია და სული ღვთისა მყოფობს მასში, მაშინ კაცი ნეტარებს ღვთის სიყვარულით. სულს, რომელიც გრძნობს უფლის წყალობას, აღარაფრის ეშინია ამ ქვეყნად არავითარი უბედურებისა და მხოლოდ ისა სურს, რომ მუდამ დამდაბლდეს ღვთის წინაშე და უყვარდეს ძმა. მაგრამ თუ სულს ცუდმედიდობა შეიპყრობს, მთავრდება მისი დღესასწაული, რადგან ტოვებს მადლი და აღარ შეუძლია წმინდად ლოცვა. ცუდი აზრები მოდიან და უწყებენ გვემას. მაინც რისთვის იტანჯება კაცი ამ ქვეყნად? რისთვის ითმენს ამდენ ჭირსა და ვაებას? იმისთვის ვიტანჯებით, რომ სიმდაბლე არ გაგვაჩნია. მდაბალ სულში სული წმინდა ცხოვრობს და ის აძლევს სულს თავისუფლებას, მშვიდობას, სიყვარულს, ნეტარებას. იმისთვის ვიტანჯებით, რომ არ გვიყვარს ჩვენი ძმა. უფალმა თქვა, გიყვარდეთ ერთმანეთი და ჩემი მოწაფეები იქნებითო. ძმის სიყვარულისთვის მოდის ღვთის სიყვარული. ტკბილია ეს სიყვარული, სული წმინდის ნიჭია და მხოლოდ სული წმინდის მიერ შეიცნობა. მაგრამ არსებობს საშუალო სიყვარულიც, რომელიც ადამიანს მაშინ ეძლევა, როცა ქრისტეს მცნებების დაცვას ცდილობს და ეშინია რაიმეთი არ შეურაცხყოს ღმერთი და ესეც კარგია. ყოველდღე უნდა ვაიძულოთ თავის სიკეთის საკეთებლად და ყოველნაირად ვეცადოთ, რომ ქრისტეს სიმდაბლე ვისწავლოთ. უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ. უნდა შევთხოვოთ უფალს ქრისტეს მიერი მშვიდობა და უფალი მისცემს მას მთხოვნელს. ხოლო როცა მივიღებთ, წმინდად უნდა დავიცვათ და გავამრავლოთ იგი. მაგრამ ვინც მწუხარებებში ღვთის ნებას არ მინდობია, ის ღვთის მოწყალებას ვერ ჩასწვდება.
თუ უბედურება დაგატყდა თავს, სასოს ნუ წარიკვეთ, გახსოვდეს, რომ მოწყალე უფალი გხედავს და ნუ შეუშვებ გულში ამ აზრს, რატომ მომხედავს უფალი, როცა მე შეურაცხყოფ მას. უფალი თავისი ბუნებით წყალობაა, ამიტომ სარწმუნოებით შეურდი ღმერთს და თქვი, როგორც სახარებისეულმა ძეშეცდომილმა თქვა, არღარა ღირს ვარ მე, წოდებად ძედ შენდა. მაშინ დაინახავ, რა საყვარელი ხარ მამისთვის და აღუწერელი სიხარული დაისადგურებს შენს სულში. ადამიანები ვერ სწავლობენ სიმდაბლეს, თავიანთი ამპარტავნების გამო მათ არ შეუძლიათ სულიწმიდის მადლის მიღება, ამიტომაც იტანჯება მთელი სამყარო. ადამიანებს რომ შეეცნოთ უფალი, რომ გაეგოთ რა მოწყალე, შვიდი და მდაბალია იგი, ერთ საათში შეიცვლებოდა მთელი სამყარო, ყველას დიდი სიყვარული და სიხარული დაეუფლებოდა. უფალმა მოწყალედ მოგცა სინანული და მისით ყოველივეს გამოსწორება შეიძლება. სინანულით ვღებულობთ ცოდვათა მიტევებას. სინანულისთვის გვეძლევა სულიწმიდის მადლი და ამ გზით შევიცნობთ უფალს. თუ ვინმემ დაკარგა მშვიდობა და იტანჯება, დაეშეინანოს და უფალი მისცემს მას თავის მშვიდობას. თუ რომელიმე ერიან სახელმწიფო იტანჯება, ყოველმა კაცმა უნდა შეინანოს და მაშინ ღმერთი ყველაფერს გამოასწორებს. მთელი ჩვენი ბრძოლა საკუთარი თავის დამდაბლებისთვის ბრძოლაა. ჩვენი მტრები ამპარტავნების გამო დაეცნენ და ჩვენც თავისკენ გვეწევიან, მაგრამ ჩვენ ძმებო, თავი დავიმდაბლოთ და ვიხილავთ ღვთის დიდებას ჯერ კიდევ აქ, ამ სოფელში, რამე თუ უფალი სულიწმიდის მიერ ანიჭებს მდაბალთ თავისი თავის შეცნობას. სული, რომელმაც ღვთის სიყვარულის გემოიხილა, მთლიანად იცვლება, უყვარს უფალი და მთელი ძალღონით მიიწევს მისკენ. ერთხანს მას განსვენება ეძლევა, მერე კი ადამიანებისთვის გლოვას იწყებს. მოწყალე უფალი ზოგჯერ სულს განსვენებას ანიჭებს, ზოგჯერ კი გულის ტკივილს მთელი სამყაროსთვის. იმის სურვილს, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და სამოთხეში მოხვდეს. სული, რომელმაც იგემა სულიწმიდის სიტკბო, ყველას იმავეს უსურვებს, რამე თუ უფლის სიტკბოება არ აძლევს უფლებას მხოლოდ თავისი თავი უყვარდეს, არამედ გულიდან წამოსულ სიყვარულს ანიჭებს. მას შეიყვარე უფალი, რომელმაც პირველად შეგვიყვარა და ევნო ჩვენთვის. არ დაგიმალავთ, რისთვის იძლევა უფალი თავის მადლს, ბევრს არ ვილაპარაკებ, ერთსა გთხოვთ მხოლოდ, გიყვარდეთ ერთმანეთი და მაშინ იხილავთ ღვთის წყალობას. შეიყვარეთ ძმა და შეგიყვარებთ უფალი. არ გეგონოს სულო, რომ უყვარხარ უფალს, თუ ვინმეს ალმაცერად უყურებ. არა, უფრო ეშმაკებს უყვარხარ, რადგან მათი მსახური გახდი. მაშ ნუ დააყოვნებ, შეინანე, შესთხოვე უფალს ძალა, რომ ძმა შეიყვარო და მაშინ იხილავ შენ სულში მშვიდობას. რაც შეგიძლიათ, შესთხოვეთ უფალს სიმდაბლე და ძმური სიყვარული, რადგან ძმის სიყვარულისთვის უფალი უსასყიდლოდ იძლევა თავის მადლს. მოდი სცადე, ერთ დღეს შესთხოვე უფალს ძმის სიყვარული, მეორე დღე კი უსიყვარულოდ გაატარე და თვითონ დაინახავ განსხვავებას. სიყვარულის სულიერი ნაყოფი თვალსაჩინოა, სულში დამკვიდრებული მშვიდობა და სიხარული. მაშინ ყველა ახლობელი და საყვარელი გახდება და მრავალ ცრემლს დაღვრი მოყვასისთვის, ასევე ღვთის გაჩენილი ყოველი ქმნილებისთვის. ხშირად ერთი მისალმების შემდეგ სული სასიკეთო ცვლილებას გრძნობს თავის თავში და პირიქით, ერთი ირიბი გამოხედვისთვის კარგავს ღვთის მადლსა და სიყვარულს. ასეთ დროს საჩქაროდ შეინანე, რათა დაბრუნდეს შენ სულში მშვიდობა ღვთისა.
ნეტარია სული, რომელმაც შეიყვარა უფალი და მისგან ისწავლა სიმდაბლე. უყვარს უფალს მდაბალი სული, რომელსაც მტკიცე სასოება აქვს უფლის მიმართ. ყოველ წამს გრძნობს ღვთისწყალობას ასეთი სული, ისე რომ თუმცა ადამიანებს ესაუბრება, მაგრამ თავის საყვარელ უფალთანაა. მტრებთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მისმა სულმა ყველაფერზე მეტად სიმდაბლე შეიყვარა და არ აძლევს მტრებს იმის უფლებას, რომ მოსტაცონ ძმის სიყვარული. თუ მთელი ძალით შევიყვარებთ ძმას და სულს დავიმდაბლებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, რადგან უფალი თავის მადლს ყველაზე მეტად ძმის სიყვარულისთვის იძლევა. მე მხოლოდ განვიცადე, რა არის სული წმინდა, მაგრამ მისი მოხვეჭა არ ძალმიძს. მენანება, რომ ახალგაზრდობაში ცუდად ვცხოვრობდი და არ ბაძავდი ჩემს წმინდანს, ღვთის წინაშე სათნო კაცს, სვიმეონ მესვეტეს. საკვირველია მისი ცხოვრება, 7 წლისა იყო, როცა უფალი გამოეცხადა. სვიმეონმა მაშინვე იცნო იგი და ჰკითხა, უფალო, როგორ გაცვეს ჯვარს? უფალმა განაბრყნა ხელნი და თქვა, აი ასე მაცვეს ჯვარს. შენ კი ყოველდღე ჯვარს ეცვი ჩემთან ერთად. ასე უნდა ვაიძულებდეთ თავს სიკეთის კეთებას მთელი ცხოვრების მანძილზე. მთავარი კი ის არის, რომ მივუტევოთ სხვებს მათი ცოდვები და მაშინ უფალი არ მოიხსენებს ჩვენს ცოდვებს და მოგცემს სულიწმინდის მადლს. ერისკაცობაში მიყვარდა გულით მიტევება და ადვილად შევუნდობდი ხოლმე ადამიანებს. ხალისით ვლოცულობდი ჩემს შეურაცხმყოფელთათვის, ხოლო როცა მონასტერში მოვედი, მორჩილად ყოფნისას დიდი მადლი მომეცა და ამ მადლმა მასწავლა მტრების სიყვარული. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღვთისმცნებები მძიმე არ არიან, მაგრამ ისინი მძიმენი არ არიან მხოლოდ სიყვარულის გამო. ხოლო თუ სიყვარული არ აგვაქვს, ყველაფერი მძიმეა. ამიტომ დაიცავი სიყვარული, არ დაკარგო იგი, თუმცა მისი დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ბევრი ცრემლი და ლოცვაა საჭირო. ამ ქვეყნად უსიყვარულო ცხოვრება კი ძალიან ძნელია. ბოროტებაში ცხოვრება სულის სიკვდილს ნიშნავს, რისგანაც დაგვიფაროს ღმერთმა. როცა სული, რომელსაც მოხედა ღმერთმა და მისცა თავისი მადლი, რაღაც მიზეზით დაკარგავს მას, ძლიერ წუხს და სურს დაიბრუნოს იგი. ოხ, როგორ ევედრება მაშინ კაცი მეუფეს დღე და ღამე, რათა შეიწყალოს და კვლავ მოხფინოს თავისი წყალობა. ვინ დათვალოს მისი ცრემლები, მისი სულთქმა და მუხთა დრეკა. დიდხანს მრავალი წელი შრომობს სული იმ მადლის ძიებაში, რომელიც ერთხელ იგემა და დატკბა. ხდება ხოლმე, რომ უფალი კარგახანს სცდის სულს, ერთგულია მისი თუ არა. სულს კი, რადგან ვერ ხედავს თავის თავში ერთხელ განცდილ სიტკბოს, კვლავ სწურია იგი და სიმდაბლით მოელის, როდის დაბრუნდება, სიყვარულის მხურვალება გამუდმებით ეწევა მას უფლისკენ. როცა მადლი შენთანაა, ადვილია გიყვარდეს ღმერთი და დღედაღამ ლოცულობდე, მაგრამ გონიერი სული ერთგვარ სიმშრალესაც ითმეს და მტკიცე სასოება აქვს უფლისა. იცის, რომ არ შეარცხვენს ღმერთი მის სასოებას და თავის დროზე მისცემს მადლს. მადლი ზოგჯერ მალე მოდის, ზოგჯერ კი დიდხანს არ ეძლევა ადამიანს, მაგრამ გონიერი სული დაბლდება და უყვარს მოყვასი, მშვიდად ატარებს თავის ჯვარს. ამით ძლევს ეშმაკებს, რომლებიც ცდილობენ ღმერთს განაშორონ იგი. როცა ცოდვები ღრუბლებივით ფარავენ ღვთისმოწყალების ნათელს, მაშინ სულს თუმცა სწურია უფალი, მაგრამ უძლური და უსუსურია, როგორც გალიაში დატყვევებული ჩიტი, რომელსაც მწვანე ტყეში გაფრენა სწადია, რათა ქება აღუვლინოს ღმერთს
მაგრამ აფრენა არ შეუძლია. დიდხანს ვწვალობდი, არ ვიცოდი უფლის გზა, მაგრამ ახლა მრავალი წლის გამოცდილებისა და მრავალი მწუხარების დათმენის შემდეგ სული წმინდის მიერ შევიცანი ნება ღვთისა. ყველაფერი, რაც უფალმა გვამცნო, ზუსტად უნდა შესრულდეს. რამე თუ ესაა გზა ზეცათა სასუფევლისკენ, სადაც ღმერთს ვიხილავთ. მაგრამ იმაზე ნუ კი იფიქრებ, რომ ღმერთს იხილავ. უმჯობესია იმაზე იფიქრო, რომ სიკვდილის შემდეგ ბნელეთში აღმოჩნდები, იქ კი სატანჯველში იქნები და მოგენატრება უფალი. როცა ვტირით და სულს ვიმდაბლებთ, ღვთის მადლი გვიცავს. ხოლო თუ გლოვასა და სიმდაბლეს მივატოვებთ, შეიძლება უკეთურმა გულის სიტყვებმა ან ხილვებმა გაგვიტაცონ. მდაბალ სულს არა აქვს ხილვები და არც სურს რომ ჰქონდეს, არამედ წმინდა გონებით ლოცულობს ღვთის წინაშე. ამპარტავანი გონება კი შეუძლებელია გულის სიტყვებისა და წარმოსახვისგან თავისუფალი იყოს. იგი იქამდეც კი შეიძლება მივიდეს, რომ ეშმაკებს ხედავდეს და ელაპარაკებოდეს. ამას იმიტომ წერ, რომ ოდესღაც მე თვითონაც აღმოჩნდი ასეთ უბედურებაში. ორჯერ ჩავვარდი ხიბლში. პირველად, როცა ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი, ეს ნამდვილად გამოუცდელობის ბრალი იყო და უფალმა შემიწყალა. მეორედ უკვე ამპარტავნების გამო, მაშინ დიდხანს ვიტანჯე, სანამ უფალმა არ გამკურნა სულიერი მოძღვრის ლოცვით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი ხილვა მივიღე. 4 სულიერ ბერს გავუმხილე ეს ხილვა და არც ერთს არ უთქვამს იგი ეშმაკისგანაო, თუმცა მე მაინც მებრძოდა ცუდმედიდობის ხიბლი. მაგრამ შემდეგ მე თვითონაც მივხვდი ჩემს შეცდომას, რადგან ეშმაკები უკვე მარტო ღამე კი არა, დღისითაც მეცხადებოდნენ. სული მათ ხედავდა, მაგრამ არ ეშინოდა, იმიტომ რომ ღვთის წყალობასაც გრძნობდი. ასე ვიტანჯებოდი მრავალი წელი და უფალს რომ არ მოეცა თავისი თავის შეცნობა სული წმინდის მიერ, ყოლა წმინდა და სახიერი ღვთისმშობელი რომ არ შემწეოდა, სასოწარკვეთილება შემიპყრობდა ჩემი ცხონების გამო. მაგრამ ახლა ჩემს სულს მტკიცე იმედი აქვს ღვთის წყალობისა. თუმცა ჩემი საქმეებისთვის ტანჯვის ღირსი ვარ აქაც და ჯოჯოხეთშიც. დიდხანს ვერ ხვდებოდი რა მჭირდა. ფიქრობდი ადამიანებს არ განვეკითხავ, ბოროტ გულის სიტყვებს არ ვღებულობ, მორჩილებას წესიერად ვასრულებ, ჭამაში თავშეკავებული ვარ, განუწყვეტლი ვლოცულობ, მაშ რა ხელი აქვს ჩემთან ეშმაკებს. ვხედავდი, რომ რაღაც შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ არ მესმოდა რას. ვლოცულობდი და ეშმაკები დროებით მშორდებოდნენ, მერე კი ისევ ბრუნდებოდნენ. დიდხანს იყო ჩემი სული ამ ბრძოლაში. რამდენიმე ბერს მოვუყევი ეს ამბავი, ისინი დუმდნენ, მე კი გაურკვევლობაში ვრჩებოდი. აი ერთხელ ღამით სენაკში ვიჯექი და ოთახი ეშმაკებით გაივსო. გულმოდგინედ ვლოცულობდი და უფალის დევნიდა მათ, მაგრამ მერე ისევ ბრუნდებოდნენ. მაშინ ავდექი, რათა ხატებისთვის თაყვანი მეცა, გარშემო კი ეშმაკები მეხვივნენ. ერთ-ერთი მათგანი ჩემს წინაც იდგა და თუ ქედს მოვიდრეკდი, გამოვიდოდა, რომ მას ვცემდი თაყვანს. მაშინ ისევ დავჯექი და ვთქვი, უფალო, შენ ხედავ, რომ მინდა წმინდა გონებით ვილოცო შენს წინაშე, მაგრამ ეშმაკები არ მაძლევენ ამის საშუალებას. მითხარი რა ვქნა, რომ გამეცალონ და მესმა პასუხად უფლისგან. ამპარტავნები მუდამ ასე იტანჯებიან ეშმაკებისგან. მე ვთქვი, უფალო, შენ მოწყალე ხარ, იცის ეს ჩემმა სულმა, მითხარი რა ვქნა, რომ დავმტაბდე. უფალმა მითხრა, გონებით ჯოჯოხეთში იყავი და სასოს ნუ წარიკვეთ. ჰოი ღვთის მოწყალება, მე ვარ საძაგელი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.
უფალს კი ისევ უყვარვა, რომ კვლავად შემაგონებს, კურნებას მანიჭებს და თავად ასწავლის ჩემს სულს სიყვარულს, სიმდაბლეს, მოთმინებასა და მორჩილებას. უფალმა მომფინა თავისი წყალობა. მას შემდეგ გონებით ჯოჯოხეთში ვარ. სასტიკ ცეცხლში ვიწვი და მენატრება უფალი. ცრემლით დავეძებ მას და ვამბობ. მალე მოვკვდები და ჯოჯოხეთის ბნელ ჯურღმულში ჩავალ. მარტოდ დავიდაგები იქ. მომენატრება უფალი და ავტირდები. სად არის უფალი ჩემი, რომელიც იცის ჩემმა სულმა. დიდი სარგებლობა მომიტანა ამ აზრმა. ჩემი გონება დაიწმინდა და სულმა მოისვენა. საკვირველია, უფალმა მიბრძანა გონებით ჯოჯოხეთში იყავი და სასოს ნუ წარიკვეთო. რა ახლოსაა ის ჩვენთან და ახა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე. როცა უფალი სულს შეეხება, იგი მთლიანად განახლდება, მაგრამ ეს მხოლოდ მათ ესმით, ვინც გამოცდილებით მიიღო, რადგან სული წმინდის გარეშე ზეციურის შეცნობა შეუძლებელია, ხოლო ეს სული სოფელს უფალმა მისცა. ვინ აღწეროს ის სიხარული უფლის შეცნობას და დღედაღამ მისკენ სწრაფვას რომ ახლავს. რა ბედნიერები ვართ ჩვენ, ქრისტიანები, არაფერია ღვთის ცნობაზე ძვირფასი და არაფერია ღვთის უმეცრებაზე უარესი. თუმცა ისიც ნეტარია, ვინც არ იცის ღმერთი, მაგრამ მაინც სწამს. მე შევუდექი იმის კეთებას, რაც უფალმა მასწავლა და ჩემმა სულმა უფლისმიერი განსვენების სიტკბო იგემა. ახლა კი დღედაღამ ვევედრები ღმერთს ქრისტეს მიერი სიმდაბლე მომანიჭოს. ოჰ, ეს ქრისტეს მიერი სიმდაბლე, მე ვიცი იგი, თუმცა მისი მოხვეჭა არ შემიძლია. მე მემცნო იგი ღვთის მადლისაგან, მაგრამ აღწერა არ შემიძლია. დავეძებ მას როგორც ძვირფას სპეტაკ მარგალიც, საამოდ უჩნს იგი ჩემს სულს და უფრო ტკბილია, ვიდრე მთელი ეს ქვეყანა. გამოცდილებით შევიცანი იგი და ნუ გაიკვირვებთ. სული წმიდა ცხოვრობს ქვეყნად ჩვენ შორის და განგვანათლებს და ის გვაძლევს ღვთის შეცნობას. ის გვაძლევს უფლის სიყვარულს, ის გვაძლევს ღმერთზე ფიქრის უნარს, ის გვაძლევს სიტყვის ნიჭს, ის გვაძლევს უფლის დიდების უნარს, ის გვაძლევს სიხარულსა და მხიარულებას. სული წმინდა გვაძლევს მტერთან ბრძოლისა და მათი ძლევის ძალას. ყველას გევედრებით შევინანოთ და ვიხილავთ ღვთის წყალობას. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც ხილვები აქვს და ენდობა მათ, ვთხოვ გაიგოს, რომ ეს მათში ამპარტავნებას ბადებს. მასთან ერთად კი ცუდმედიდობის სიტკბოს, რომელშიც არ არსებობს მდაბალი სული სინანულისა. ესაა სწორედ უბედურება, რადგან სინანულის გარეშე შეუძლებელია მტრის ძლევა. მე თვითონ ორჯერ შევცდი, ერთხელ მტერმა ნათელი დამანახა და გულის სიტყვა მეუბნებოდა, მიიღე, ესაა მადლიო. მეორედ ერთი ხილვა მივიღე და დიდად ვიტანჯე ამისთვის. ცისკრის მიწურულს, როცა დაიწყეს გალობა, ყოველი სული აქებდით უფალსა, ჩამესმა თუ როგორ აღუვლენს დავით მეფე ღმერთს დიდების მეტყველებას. გუნდთან ერთად ვიდექი და მომეჩვენა, რომ ტაძარს აღარც სახურავი ჰქონდა, აღარც გუმბათი და გახსნილ ცას ვხედავდი. ეს ამბავი 4 სულიერ ბერს მოვუყევი, თუმცა არც ერთმა არ მითხრა მტერმა დაგცინაო. მე თვითონ კი ვფიქრობდი, რომ ეშმაკებს არ ძალუცთ ღმერთს დიდების მეტყველება აღუვლინონ. მაგრამ ცუდმედიდობის ვნება განუწყვეტლივ მებრძოდა
და კვლავ ეშმაკებს ხედავდი. მაშინ კი მივხვდი, რომ შევწდი, ყველაფერი სულიერ მოძღვარს გავანდე და ვთხოვე ელოცა ჩემთვის. მისი ლოცვით გადავრჩი და მუდამ ვევედრები ღმერთს, რომ მომცეს სული მდაბალი. თუ მკითხავთ, რა გინდა ღვთისგან, რა ნიჭებს სითხოვო, გიპასუხებთ, მდაბალ სულს, რომელიც ყველაზე მეტად ახარებს უფალს. სიმდაბლისთვის გახდა ქალწული მარიამი დედა ღვთისა და ყველაზე მეტად იდიდება ცასა და ქვეყანაზე. იგი მთლიანად ღვთის ნებას იყო მინდობილი. აჰა მხევალი უფლისა, თქვა მან, და ჩვენც ყველანი წმინდა ქალწულს უნდა ვბაძავდეთ. სიმდაბლისთვის სული უფლის მიერ მშვიდობას ღებულობს, მაგრამ მის შესანარჩუნებლად დიდხანს მოუწევს სწავლა. სულის მშვიდობას იმიტომ ვკარგავთ, რომ მტკიცე სიმდაბლე არ გაგვაჩნია. მეც ხშირად მაცდუნებდნენ მტრები, ვფიქრობდი, ჩემმა სულმა იცის უფალი, იცის რა სახიერია იგი და როგორ ვუყვარვართ, მაშ საიდან ეს ბოროტი გულის სიტყვები. დიდხანს ვერ გამეგო ამის მიზეზი, ვიდრე უფალმა არ მომანიჭა გულისხმის ყოფა, მაშინ კი მივხვდი, რომ ბოროტ აზრებს ამპარტავნება შობს. ერთ გამოუცდელ მონაზონს ძალიან აწვალებდნენ ეშმაკები. როცა ისინი თავს ესხმოდნენ, მონაზონი გარბოდა, ისინი კი უკან მისდევდნენ. თუ რამე ამდაგვარი დაგემართა, ნუ შეშინდები და ნუ გაიქცევი. არამედ მტკიცედ დადექი, თავი დაიმდაბლე და თქვი, უფალო შემიწყალე მე, დიდი ცოდვილი, და ეშმაკები გაქრებიან. ხოლო თუ ლაჩრულად გაიქცევი, დაგედევნებიან და უფსკრულში გადაგჩეხავენ. გახსოვდეს, რომ იმ დროს, როცა ეშმაკები გესხმიან თავს, უფალი გიყურებს, გაქვს თუ არა მისი იმედი. თუ ცხადად დაინახავს სატანას, თუ ის თავისი ალით დაგწვავს და შენი გონების დატყვევებას მოინდომებს, ნუ შეშინდები, არამედ მტკიცე იმედი გქონდეს უფლისა და თქვი, მე ყველაზე უარესი ვარ და გაგეცლება მტერი. თუ იგრძნობ, რომ ბოროტის სული თვით შენში მოქმედებს, ნურც მაშინ შეგიპყრობს შიში, არამედ გულწრფელად შეინანე და ითხოვე უფლისგან სული მდაბალი. უფალი უეჭველად მოგმადლებს მას და მაშინ შენი სიმდაბლის კვალდაკვალ იგრძნობ საკუთარ თავში მადლს, ხოლო როცა შენი სული სრულიად დამდაბლდება, სრული განსვენება მოგეცემა. აი ასეთ ომშია ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში. სული, რომელმაც სული წმინდის მიერ შეიცნო უფალი, ამის შემდეგ რომც ჩავარდეს ხიბლში არ შეშინდება. არამედ ახსოვს ღვთის სიყვარული და იცის, რომ მტრებთან ბრძოლა კაცს ცუდ მედიდობისა და ამპარტავნებისთვის ევლინება. ამიტომ ცდილობს თავი დაიმდაბლოს და უფალს ევედრება განკურნებას. უფალიც კურნავს სულს, ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ კი ნელ-ნელა, თანდათან. მორჩილი, რომელიც ენდობა სულიერ მოძღვარს და არ ენდობა საკუთარ თავს, მალე განიკურნება მტრის მიერ მიყენებული ყოველგვარი წყლულისგან. ურჩი კი ვერასოდეს გამოსწორდება. კუბოს ფიცრამდე ხელჩართული ომი აქვს ადამიანს ეშმაკებთან. თუ ჩვეულებრივ ომში მხოლოდ ხორციელი სიკვდილი დგება, ჩვენი ომი უფრო ძნელი და საშიშია, რადგან შეიძლება სული წარვიწყმიდოთ. ამპარტავნებისთვის უფალმა ორჯერ დაუშვა ჩემზე მტრის ისეთი ბრძოლა, რომ ჩემი სული ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. შემიძლია გითხრათ, რომ თუ სული მხნეა გაძლებს, ხოლო თუ სიმხნევე არ გააჩნია, შეიძლება საუკუნოდ წარწყმდეს. ვწერ ყველას, ვიც ჩემნაირ გასაჭირში ჩავარდა, მტკიცედ დადექით და სრული სასოება დაამყარეთ ღმერთზე. მაშინ მტრები ვერ მოგერევიან, რადგან უფალი დაამარცხებს მათ. ღვთის მადლით შევიცანი, რომ უფალი მოწყალედ ზრუნავს ჩვენთვის
და არც ერთი ლოცვა, არც ერთი კეთილი აზრი არ დაიკარგება ღვთის წინაშე. ხშირად უფალი თითქოს არ გვისმენს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამპარტავნები ვართ და რასაც ვითხოვთ, არ არის ჩვენთვის სასარგებლო. საკუთარ თავში ძნელია ამპარტავნების დანახვა, მაგრამ უფალი ამპარტავანს საკუთარი უძლურების ამარა ტოვებს, რათა იტანჯოს, ვიდრე არ დამდაბლდება. ხოლო როცა სული მდაბლდება, მტრები იძლევიან და სული დიდ უფლის მიერ მშვიდობას იხვეჭს. ორჯერ მომეფინა სული წმინდის მადლი და ორჯერ მომეცა დიდი განსაცდელი. ერთხელ კი ჩემი ამპარტავნებისთვის ესეც გამოვცადე, სული წმინდის მადლი განმეშორა და თავი ისე ვიგრძენი, თითქოს პირუტყვევ ყოფილიყავი კაცის სხეულში მოქცეული. გონებით არ დამვიწყნია ღმერთი, მაგრამ სული პირუტყვევით ცარიელი მქონდა. სინანულს შევუდექი და მადლიც დამიბრუნდა. ეს 3 დღე გრძელდებოდა. ლოცვისას ისიც გამოვცადე, რომ არ ვიცოდი ხორცში ვიყავი თუ უხორცოდ, მაგრამ ჩემი სული ღმერთს ხედავდა. ახლა კი გამოცდილებით შევიტყვე, რას ნიშნავს გქონდეს სული წმინდა და რას ნიშნავს უმისოდ ყოფნა. ძმებო, ნეტავ შეგეძლოთ ჩაწვდეთ იმ სულის ტანჯვას, რომელსაც ჰქონდა სული წმინდა და მერე დაკარგა იგი. ესაა აუტანელი ტანჯვა. ამ დროს სული გამოუთქმელ ურვასა და მწუხარებას განიცდის. ესაა სწორედ ადამის ტანჯვა 64-დან განდევნის შემდეგ. ვინ იცის რა არის 64? ვის სულშიც სული წმინდა მყოფობს, შეუძლია ნაწილობრივ ჩასწოდეს ამას, რადგან 64 სული წმინდის სამეფოა, სული წმინდა კი ერთი და იგივეა ზეცაშიც და ქვეყანაზეც. ვფიქრობდი, საძაგელი ვარ და ღირსი ყოველგვარი სასჯელისა. უფალმა კი სასჯელის ნაცვლად სული წმინდა მომცა. ჰოი სული წმინდა, ტკბილი, ყოვლის უტკბესი, ესაა ზეციური საზრდელი, სულის სიხარული. თუ გსურს, რომ სული წმინდის მადლი გქონდეს, თავი დაიმდაბლე, როგორც ამას წმინდა მამები იქმოდნენ. პიმენი დიდმა უთხრა თავის მოწაფეებს: დამიჯერეთ შვილებო, მეც იქ ვიქნები, სადაც სატანაა. ალექსანდრიელი მეწაღე ფიქრობდა, ყველა ცხონდება და მარტო მე წარწუნდები. და ღმერთმა გამოუცხადა ანტონი დიდს, რომ მას ამ მეწაღის საზომისთვის არ მიუღწევია. წმინდა მამები მტრებთან ფიცხელ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული და საკუთარ თავზე ძალიან დაბალი წარმოდგენა ჰქონდათ. ამისთვის შეიყვარა ისინი უფალმა. მეც მომცა ღმერთმა ამ სიტყვების შეცნობის ძალა, როცა გონებით ჯოჯოხეთში ვარ, სულს მშვიდობა ეძლევა, ხოლო როცა ეს მავიწყდება, ღვთის წინაშე საძაგელი აზრები მომდის. ვფიქრობდი, მიწა ვარ, თანაც ცოდვილი მიწა, მაგრამ უფალმა მიჩვენა უზომო წყალობა და უხვად მომცა თავისი მადლი. ხარობს ჩემი სული, რომ თუმცა საძაგელი ვარ, მაგრამ მაინც უყვარვარ უფალს და ამიტომ სული დაუცხრომლად მიიწევს მისკენ. ხოლო როცა მას ვიპოვი, ვეტყვი ჩემს სულს, გაფრთხილდი, არ დაკარგო იგი, რათა არა უძვირეს გეყოს. რადგან დიდი ტანჯვაა, როცა სული კარგავს სული წმინდის მადლს. დამიჯერეთ უფლის წინაშე ვამბობ, რომელიც იცის ჩემმა სულმა. მადლი რომ შეინარჩუნო, მუდმივად თავს უნდა იმდაბლებდე. ამიტომ უფალი მოწყალე დამდაბლებს ყველას, ვინც მას ემსახურება. ანტონი დიდს თავი მთელ უდაბნოში ყველაზე სულიერი ეგონა, მაგრამ უფალმა პავლე თებელთან გააგზავნა იგი და ანტონიმ იხილა ის, ვინც მასზე მაღალიც იყო და მასზე სრულიც. ღირსი ზოსიმე ფიქრობდა, რომ რაკის სიყრმიდან მონაზონი იყო, მასთან ლაპარაკს არავინ იმსახურებდა, მაგრამ მარიამ ეგვიპტელმა დაამდაბლა იგი და მიხვდა, რომ ძალიან შორს იყო მარიამის საზომისგან.
მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელის სალოსმა დაამდაბლა, რომელმაც სილა გააწნა მას და უთხრა: ნუ მაღლად ბრძნობ. ასე მოწყალე დამდაბლებს უფალი წმინდანებს, რათა ისინი ბოლომდე დაბალნი იყვნენ და მით უფრო გმართებს დამდაბლება ჩვენ. დღე და ღამე შევთხოვ ღმერთს ქრისტეს სიმდაბლეს, ესაა სულიწმინდის უმაღლესი ნიჭი. ქრისტეს სიმდაბლეში ყველაფერია: სიყვარული, მშვიდობა, მყუდროება, კრძალულება, მორჩილება, სულგრძელება და ყველა სხვა სათნოება. მდაბალ სულს, რომელიც ატარებს და იცავს სულიწმინდის მდიდარ მადლს, ღვთაებრივი ხილვის შემთხვევაში უფრო მეტად შესწევს ძალა მის სატარებლად. ხოლო ვისაც მცირე მადლი აქვს, მიწაზე ემხობა ხილვისგან, რადგან მცირეა მასში მადლის ძალა. ასე მაგალითად, როცა თაბორზე უფალმა ფერი იცვალა, მოსე და ელია იდგნენ და ესაუბრებოდნენ მას. მოციქულები კი მიწაზე დაემხნენ, თუმცა მათშიც გამრავდა სულიწმინდის მადლი. ისინიც იქვე იდგნენ, როცა უფალი სასწაულებს აღასრულებდა და მათაც შეეძლოთ უფალთან საუბარი. ასევე ღირსი სერგი რადონეჟელი, როცა ღვთისმშობელი გამოეცხადა, მის წინაშე იდგა, რადგან სულიწმინდის მადლი ჰქონდა. მისი მოწაფე მიქია კი მიწაზე დაემხო და არ შეეძლო ღვთისმშობლის ხილვა. სერაფიმ საროველსაც სულიწმინდის მდიდარი მადლი ჰქონდა და ფეხზე იდგა, როცა ღვთისმშობელი გამოეცხადა. მისი მოწაფე კი მიწაზე დაემხო, რადგან უფრო მცირე მადლი ჰქონდა. ასევე თუ სულს აქვს მადლი, არ ეშინია, როცა ეშმაკებს ხედავს, რადგან გრძნობს საკუთარ თავში ღვთის ძალას. ახლა ღამის 4 საათია, ვზივარ ჩემს სენაკში, როგორც სასახლეში, სულში მშვიდობა და სიყვარული მაქვს და ვწერ. მაგრამ როცა დიდი მადლი შემოდის, წერა არ შემიძლია.